გამარჯობათ, მე ვარ OLO-links.com-ის მთავარი ადმინისტრატორი. თაზო იგივე NF Files Thompson-ი და ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვენს საიტზე მორბენალის ტრიქონი ორნაირად. ამისათვის არ არის საჭირო, შევიდეთ კონტროლ პანელში. შევიდეთ საცდელ საიტზე, მაგალითად, ამ საიტზე. ჩართოთ კონსტრუქტორი. ჩავთავთ, შემდეგ ვამატებთ ახალ ბლოკს. დავამატეთ. შემდეგ შევდივართ ბლოკის შიგ თავის მართვაში. შემდეგ პირველივეში widgets. გადავდივართ მეორე გვერდზე. და ვირჩევთ scrolling line მესამეს. აქ წერთ ტექსტს რა გვინდა რომ მიმოძრაოს. რეკლამა მაგალითად რა ენაზე წინდათ თქვენ ჩაწერეთ. აქ ავირჩევთ ფერს. ასოების ფერს, მაგალითად ავირჩიე წითელი. აქ უკვე ავირჩევთ ფონის ფერს, ლურჯი მაგალითად, ცისფერი. აქ ვირჩევთ უკვე ზომებს, ამას იგივეს დავტოვებ და აქ არის მიმართულება, მარჯვნიდან მარცხნივ გვინდა რომ მიმოძრაოს, მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოთ ქვემოთ თუ როგორ. დავტოვებთ ამას მარჯვნიდან მარცხნივ და მივცემთ Apples. შემდეგ კონსტრუქტორის ცვლილებებს შევინახავთ და აქ ასე ლამაზად გამოჩნდება რეკლამა. ეხლა გასწავლით მეორენაირად თუ როგორ გვინდა რომ მიმოძრაოს, აქ ქვემოთ. ჩავთავთ კონსტრუქტორს. დავამატებთ ახალ ბლოკს. შემდეგ შევალთ ისევ იგივე ადგილას. ანუ ბლოკის შიგ თავის მართვაში. widgets და უკვე აქ ოვლის მაგივრად დაწეროთ ბოლოს წინ, ანუ business and finance. დავაჭიროთ პირველივეს, აქ ჩავწეროთ ტექსტი და ნაჩვენს ყველაფერს იგივეს დავტოვებთ. მაგალითად Apples მივცემთ, ცვლილებების შენახვა და აქ გამოჩნდება I love my site ესე და იტრიალებს ეს მთელ ამ სტრიქონში არის, რაც შავად ჩანს. თუ რამე ვერ გაიგეთ, შემოდით ჩემს საიტზე და ამ ვიდეოს კომენტარებში დატოვეთ. მადლობთ ყურადღებისთვის.